გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად ინტელექტუალური ჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატ ეტალონის შესარჩევი ტური გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპი აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა სპეციალური ტესტირება ეტალონიდან მოწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს. საუკეთესო შედეგები მოიპოვეს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიების სკოლების მერვე, მეცხრე, მეათე და მე-11 კლასის მოსწავლეებმა. სამინისტრო არაერთი წელი ახორციელებს სამინტელექტუალურ კონკურსს. პროექტის მიზანია მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება. წელს ოდნავ განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი გაიმართა აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სადაც მოხდა ტესტირება. ტესტირების შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგების მოსწავლეები. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ მათ წარმოჩენას და ისეთი მოსწავლის გამოვლენა მოახერხოთ, რომელიც შემდგომ უკვე აფხაზეთის სახელს წარადგენს ეტალონის დასკვნით ეტაპზე. პროექტის მიზანი არის ის, რომ გონება გახსნილი ბავშვები უნდა აღმოვაჩინოთ ძალიან ბევრი და ძალიან მეხარია, რომ ესეთი გონება გახსნილები არიან ჩვენები. მე აფხაზეთის მოსახლეობის ახალგაზრდობას გულისხმობ. გალის რაიონიდან გადმოსული ბავშვები. ქალბატონ მაია მიმინაშვილმა მითხრა ერთხელ, რომ დაიჯერებთო, რომ იქიდან გადმოსული ბავშვების თემები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე ძლიერია საქართველოში. რა სიტუაციაში ასწავლიან თქვენ მოგეხსენებათ, საერთოდ ქართულად არ ლაპარაკებენ იმ ტერიტორიაზე, გალის რაიონში. ამ დროს ბავშვი წერს თემას და ყველაზე ძლიერია საქართველოში. უცნაურია, მაგრამ კარგია. კარგია და აი რაღაცა იმედი მესახება, რომ ესე იგი რა, ის ფესვები არ დაიკარგება, იქ დაბრუნება აუცილებლად იქნება. ესეა ეს ეტალონი. არტ-გალერეაში გამართულ კონკურსში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების 53 მოსწავლე შეეჯიბრა ერთმანეთს. ღონისძიებას ეტალონის ავტორი და უცვლელი წამყვანი აკადემიური დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც უნდა შექმნან ხვალინდელი საქართველო. ძალიან მიხარია, რომ მათ გადაალახეს პირველი ეტაპი, საკმაოდ რთული ტესტები იყო, ყველას აბსოლუტურად ჰქონდათ მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11 კლასელებს მონაწილეობის უფლება და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები აღმოჩნდნენ დღეს აქ. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, რომელსაც მიენიჭება ტიტული 2016-2017 სასწავლო წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის და ის მიიღებს ფინალში მონაწილეობას. ფინალისტები იქნებიან 82 ადამიანი და ჩატარდება ბათუმში. აი ძალიან მნიშვნელოვანია, შარშან ამდენი რაოდენობის არ იყო დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩართული ბავშვებისა და მიხარია, რომ წელს მოახერხა 10 მათგანმა თუ არ ვცდები გადმოსვლა. 2-მა ვერ შეძლო, სულ 12 იყო და აფერუმ იმ ადამიანებს, ვინც შეძლეს ეტალონის პირველი ტურის ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ერთი დიდი ოცნება მაქვს, იმედი მაქვს ახდება სანამ მეცოცხალი ვარ, რომ ეტალონი ჩაგვეტარებინოს სოხუმში. 2017 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე ცოტნე ქვარაია გახდა. ეტალონისგან ველი პირველ რიგში გამოცდილებას და ვთვლი, რომ ეტალონი იქნება საკუთარი ან დაგროვილი ცოდნის გამომჟღავნების უნარი თუ როგორ შემიძლია ექსტრემალურ სიტუაციებში გამომავლინო ჩემი ცოდნა. ვსწავლობ აფხაზეთის ნომერ 1 საჯარო სკოლაში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მივღებულობ ასეთ კარგ ღონისძიებაში მონაწილეობას. პირველი ეტაპი კარგად გავიარეთ. ეს პროექტი ბევრ რამში მეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში და ჩემი ცოდნის გამყარებაში. გამარჯვებული ინტელექტუალური კონკურსის ფინალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბათუმში ივნისში გაიმართება.